ჯობა მეგობრებო, დღეს ვითამაშებთ მეტე სკვად ლინკენდის ერთ-ერთი თამაში ბოირანევის წარმოებლის თამაში. ეგ არის ერთ-ერთი თამაში ლინკენდის პირველი თამაში. ეს 2020 წელს შეიქმნა, ჯოკერ შოუ 2023-ში ეგ გადავიღე, ერთ-ერთ ვიდეოში გამოჩნდა და სკულბოი ახლა შეიქმნა 2024-ში. ერთი წლის წინ, მაგრამ ახლა მეტელი ისეთი ძველია მეგობრებო. რა ვიცი, აბა ბაგები თუ ექნება, მაგრამ ეგ არაა ძველი არც ისე. აი, იგრა. კიდევ რუსულად მაქვს, იმიტომ რომ რუსული თამაშია და რუსულად უხდება. თანაც ვსწავლობ რუსულს, რაღაცა სიტყვებს ვიგებ და ჯობია ვისწავლოთ რუსული. და ვნახოთ. აი, ესენი არიან პატიმრები. რომელი ავირჩიოთ? მოდი ეს ნახოთ. Работа немного затянулась. რეკლამა დამთავრდა ძლივს და დავსკიპოთ. ჭირდება მე ინტერნეტი, რომ ჰინტებით გავიაროთ ცოტათი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია. მაშინ რაყენებს ინძახი რომ გააჩუმეთ ამ ხალ სიტყვიერა და ადამიანურ ენაზე. აი, ეს უნდა გავაკეთო. Нужно выбираться отсюда. აი ხო. ხელით ვერ ჩავტეხავ იმას. ბიჭო მუსკულები რომ მქონოდა, ხელით კი არა, ყველაფრით გავამტვრედი აქაურობას. Черт. Что это за шум? ვაიმე, როგორი გინდა? Маньяки კი არა, უსტელი, ეს კაცია, თვითონ უსტელი, ის დაგვამწყური. ამბათ маньяки. Нужно поскорее вернуться в клетку. და ის არის маньяки. Главное, чтобы он не заметил, что я вылезал из клетки. Что? შევაკეთე მაგნიტოფონი. მაგნიტოფონი კი არა, შევაკეთე. კონტროლ პანელის ენერგია. მე მეგობრებო, ამაზე ვარ ჯიშობდი, თողონ ჰინტების გარეშე. Так, погоди-ка. Что-то здесь летает. Что-то здесь не так. Видимо, показалось. ავანტყოფობა გჭირს, კაი. გავიდეთ. ამას ჰინტებით გავაკეთებ, იმიტომ რომ იცი რატომ. ჰინტებითი ჯობია, მეგობრებო, თუ აღარა აქვს რეკლამით, როცა სწორად ჩავწერა. აბა კოდ შევხედოს. პირველი 107 გუშინდაც ეგეთი კოდი იყო. 107. მეგობრებო, დავბრუნდი, ეს დებილობა რეკლამა იყო, ლამი თვალები ამირია, ესეთი რეკლამა იყო. აბა Твою же мать. ებოძლის დავბრუნდი, ეს რა დებილობა რეკლამა. გოგოებისთვის. და რა მოსულს გოგოებს მაგაში? Так, погоди-ка. კარგი შეგვამოწმა. Что-то здесь не так. Видимо, показалось. გეჩვენება შენი ძიმა პაკაზალასები გჭირს. გავიდეთ რა. კალენდარის უკან ვიცი რომ ფიქექსიდებს, მაგრამ ჯერ არ გჭირდება რაღაცა. ბიჭო, კიდევ რეკლამა რა. დაბრუნდი მეგობრებო და რა გავახოთ ახლა? გავაღეთ მე მგონი, ხო? არა, ნეტად ეწერა და. გავაღეთ. და ლიფტის გამოუძახება რითი შეგვიძლია. ეს ლეველი ნათამაშები მაქვს წინა ეპიზოდში Schoolboy Runaway-ში, მაგრამ Schoolboy Runaway-ში სხვანაირად იყო რა. სხვა მეთელი ქონდა იმ ბავშვს, მაგრამ ეხლა სხვანაირი მეთელია. ეგ უფრო ახალი მეთელია, იმას ძველი ქონდა მე მგონი. და თანაც მოდებიანი და მე მოდების გარეშე
ვისაც გინდა სკოლბოირანები გავაგრძელოთ მოდები, როგორი მოდები გახსოვთ? ეხლა სკოლაც მინდა გადავიღო სკოლბოირანებეში, მაგრამ როცა მეცლება გადავიღებ მაგასაც. დიდი ხანია მე რაც ვკირდებით სკოლის მოდს და გადავიღო. ბაბუას მოდიც კია, ეგრე და მაგის მოდიც გადავიღე. ეგ როგორ უნდა დავაბრუნოთ თავის ადგილზე? ოჰარა. მე გამიბრასდება, კაი. ჯანდაბად გაბრასდეს რა. როგორ გავიქცეთ მეგობრებო აქედან? იდეა მაქვს, კაი რა. ლიფტს ვერ ვაკეთებ, არა ნეტ რაღაცა. სკოლბოირანების ვერსია უფრო ჯობდა მეთელში რა. იქ დემო ვერსია იყო და აქ მართალი ვერსია. და აქ უფრო მაგრად ჩანს ყველაფერი. აქ სუპი ადრე იდო ძველ ვერსიაში და ეხლა არა. წერაქვის მასალები არ იყო იქ და ეხლა არის რა. მაგრამ ვერ ვაკეთებ. თუ ეს ჯოხია რომ ის მანიაკს კარები უნდა შევხედოთ. ჰინტი ხوار გამოვიყენო, არ მინდა მე ამ ჰინტების გამოყენება და ნუმბობები. გავაგრძელეთ და რაღაცა ჰინტს მithვენთ რა. ჰინტი კი არა, რაღაცა მინიშნებას ქართულად როგორ თქვა. სახელნაზავი. კლუჩი რა რუსულად რო დაუძახო. არ გეგონოთ რუსი, მაგრამ ქართველი ვარ რა. ცოტა ვერ გამოვთქვა ამ სიტყვებს. აჰა, ვიდი. აქ არის კროუბარის ვერსია, კი? აქ არის კროუბარი როგორ უწოდოთ? ძალაყინი რა, ძალაყინი გვაქვს ეხლა მეგობრებო. კროუბარს ვერ დაუძახებთ, ძალაყინი გამოდის, იმიტომ რომ ქართველები ხო ვართ, ქართულად ვისაუბროთ, მაგრამ რუსულად იმიტომ აქვს რომ ვისწავლოთ რუსული, რა სასწავლებლად ჩართული მეთელი, როგორც Netflix-ი ასწავლის ბავშვებს ინგლისურს, ისე ასწავლის ეს თამაში რუსულს, მაგრამ ცოტა ძალადობასია თამაში რა. ეგ. კაი რა, ვიცი უნდა გავტეხოთ? სარკე უნდა გავტეხოთ ალბათ, ჩამოვანგრიოთ, მაგას წინასედაც ვერ ვანგრევდი. აბა რა გავაკეთო, სულ ჰინტებით რატო უნდა ვიყო ნუბი და სულელი. ნუბი მაინც ვარ, ეხლა ხო დავიწყებ. არა, ბევრი ხანია მაგას ვთამაშობ, იმიტომ რომ რა ვიცი. ეს უნდა ვქნა? არა, აქ ვერ ვიზამ. აქ. ავაწყოთ ძლივს წერაქვი. და წერაქვით უნდა გავანგრიგოთ იქაურობა და ეს უნდა. მეტი ჯერ უნდა დავფიქროთ ლოგიკურად ესა წერაქვი და მისი თავისად უნდა იყოს. აქ ამინდებია რა, გაქცევს. აქ არის სპეციალური წერილი, სადაც დაგვიტოვათ 2012 წელს ჩვენმა მეგობარმა რა. ისიც გაიქცა და აქ წერია ყველაფერი ისტორიები, მაგრამ ისტორია იყო შენ მოგიტაცა, ეს თუ რაღაცა ავტობუსში ჩახსოვესო და მოგიტაცა, ძღოლი იყო გადარეული. ეს ისტორია აქვს რა. ეხლა რა გავაკეთო? ჰინტი დავიფიქრდები. ბრებო რეკლამა მგონი დამთავრდა. რა ჰინტი მოგცა? Нет. Что это за шум? რა უქნა, მეგობრებო, რა უქნა? ვაიმე მიშველე, არ მიგაიგოს იმკაცი. ვაიმე. მიშველე. ჩაიკეტა. ყველაფერი რიგზეა. ნაბნეული ვარ. Так, მომასწავი შეხედეთ რა. что-то здесь не так. არაფერი კაცო, გეჩვენება. დაანდაბნე. Эта веревка не могла упасть сама. Вы уволены. Босс, за что?
Я просила... მოკვდი მეგობრებო რეკლამა იყო ხან მე მგონი რეკლამით გავსოცხლდები კი ბოლო თამაშია რა რაღაცაზე გადაიგია კაფინა ამ კაცარ უნდა აგინო ერთი ქვედა ყოფილა კარები ეს თამაში გავს გრენის რა მაგრამ ავიცი გრენი არაა მთლად გრენი ამით რა უნდა ვქნათ მოხსენით წერაქვით უნდა გავანგრიოთ იქაურობა რა Твою же мать! Что это за шум? ბიჭო უნდა გავთიშოთ კარები ბატონო მანიაკო ყველაფერი რიგზეა აი შემოდი შემო მადლობა საჩუქრისთვის ბატონო მანიაკო ძალიან დიდ მადლობას დის Так, погоди-ка. Что-то здесь не так. Видимо, показалось. აი კონტროლ პანელი ხოს უნდა მოვყო კონტროლ პანელი მოხდა არა ტიპი სინამდვილეში მომკვდა რა საწყალი როგორ მეტირება მაგას ფიფარი დავიპოვოთ მანიაკ კარები ჩაუფერგოთ თამერე აბა ჰინც გამოვიყენებ ძლივს მეგობრებო რეკლამაა და ეხლა რაღაცას გვიჩვენებს მაგრამ მე მინდა იმ კაცს ჩაუკეტო რაღაცა აქ როგორ რა ლოგიკით უნდა გავაკეთო კიდევ ჰინტი მეგობრებო რეკლამა მაგრამ მალე დავსკიპავ ეგეც რეკლამაა მალე დაისკიპე რა გამოიტოვე სად არის მეგობრებო გამოტოვების ნიშანი ახა რა მახინჯათ ჩანს რა დავსკიპე უნდა ვნახოთ რაღაცა თუნა ჩაუხერგოთ იმ კაცს კარები მივხვდი მეგობრებო ეხლა ჩაუხერგავ კარებს აჰა ძლივს ჩაუხერგე ჩავთავ კონტროლ პანელს არა კონტროლ პანელით არა ერთი წუთით ჯერის ლიფტი უნდა შევაკეთოთ მაგ რაღაცა ключით აბა რა უნდა ვქნათ? კიდევ ჰინტი, რატომ უნდა მჭირდებოდეს? ლიფტ გამოვიდე ხე? არა. ვერა, მაგრამ რა უნდა ვქნათ, კაცო? კიდევ ჰინტი, რატომ უნდა გამოვიყენო? ასეთი ისულელი ვარ? დავიწყეთ მეგობრებო, გავაგრძელეთ ეგ რეკლამები ხელს მიშლიდა და მე ვიდეო მაგის გამო დავასტოპე რა.
გავასტოპე. გავაჩერე. აბა რა ჯანდაბა ვქნა? კაცო. რა უნდა ვქნა? ჰა, შევაკეთე. რაღაცა უნდა ვიპოვოთ, მე მგონი იქ. ყველა ნიფტი ვიპოვე, რა შეიძლება ხოლმე ჩავარტყა, არა კაცო. რა უნდა ვქნა აქ? ინგლისურად ჯობია დავაყენო რაღაცა. ინგლისურად ჯობს ცოტათი და მე რუსულსაც ვისწავლი და ინგლისურსაც. ინგლისური მაინც ვიცი. First, უნდა გამოვიძახოთ ელევატორი რა, ლიფტი უნდა გამოვიძახოთ და ელევატორი. No power და რატომ? დროებით ინგლისურად მექნება no power ელექტროობა არ არისო. კაცო, რა ელექტროობა? First, I need your lift elevator. რაღაცა მჭირდება და მეორედ ხინც ვერ ვიზამ. პრებო გავაგრძელე. რა უნდა ერთი კაცო მეორედ ხინკი. ვიტო რაღაცა ვითომ დამესიზმა, ვიტო რაღაცა ავიღეო. კაი, შენ ხო არ მეთქი, მკვდარო. კარგი რა, ყველაფერს შვები და ეს კიდევ ნერვებს მიშლის, ახლა უნდა უყურო სხვების ვიდეო თამაშებს რა. ან ვიღაცა ამიტომაც და უყურო, მე გავაკეთო. კი, ყველაფერი ვცადე და კაი, ვიღაცა იუთუბერს უყურებ, ვინაც კარგად იცის მეთელის თამაში რუსებს. კურდღლის თავი, ვიცი მეგობრებო. კურდღლის თავი, დანანახი მაქვს ძველ მეთელში. ხედავთ თქვენ კურდღლის თავს? აი ხედავთ, ვერ ვადიდებ, მაგრამ ხედავთ კურდღელს. რა საშინელი თავი აქვს. ბიჭო, ძაღლსაც თუ ხედავთ, მე ვხედავ ცოტათი ძაღლს. მაგრამ რავი, არ ჩანს კარგად. აქ დასამალია, მეგობრებო, ხო და მომალები არა. მე გადავიღებ 9-1 კანიბალს, ეგ უფრო მარტივი თამაშია, ვიდრე ეგ მეთელია და აბა კარგად, მეგობრებო და ეგ იყოს სულ და რამე არასწორს ვიზამ რა. ყოლობით აგემშვიდობებით, იცი რა, ვიქვის ხან ყოლობით. რითი გამოვიძახოთ მანიაკი, აქ ვეღარ გამოვიძახეთ. არ რაღაცა ხმა. აბა კარგად მეგობრებო, სულ ეს იყო და უკვე ვეღარ თამაშობ, ძალიან ძნელია და კარგად.